2025 წლის 15 თებერვალს ბათუმი ხელვაჩაურის გზაზე მდებარე სტიქიურად დასახლებულ უბანში, რომელსაც აქაურები ოცნების ქალაქს ეძახიან, უმძიმესი ტრაგედია მოხდა. ორი მცირეწლოვანი ბავშვი 3 მეტრის სიღრმის წყლით სავსე ჭაში ჩავარდა. შემთხვევას თვითმხილველი არ ჰყოლია და არავინ იცის ზუსტად როგორ ჩაცვიდნენ ბავშვები წყალში. ისინი ცოტა ხნით ადრე გავიდნენ სახლიდან და უბედურებად სავარაუდოდ მაშინვე მოხდა. რადგან რამდენიმე საათის განმავლობაში, რომელიც ოჯახებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს, მათი კვალი უკვე აღარსად ჩანდა. 3 მეტრის სიღრმის ჭა, რომელმაც ბავშვები იმსხვერპლა, აქ მდებარე სახლების დემონტაჟის შემდეგ დატოვეს ღია. შემთხვევა ზედ ოცნების ქალაქის მკვეთრთა სახლების კართან მოხდა. იმის მიუხედავად, რა შედეგით დამთავრდება გამოძიება, თავიდანვე ცხადია, რომ სოციალურად დაუცველთა ქალაქში სასიკვდილო ჭა ქოხების წინ სათამაშოდ გასულ ბავშვებს კონკრეტული სახელმწიფო უწყებების უპასუხისმგებლობამ და აქ მცხოვრები ადამიანების უგულისხმობამ დაახვედრა. რაზე ოცნებობდნენ ბავშვები ოცნების ქალაქში? ტრაგედია ჟურნალისტური გამოძიების პრიზმაში. შემთხვევის ადგილიდან, რომელიც აქ ადრე მდგარი ქოხების დანგრევის შედეგად ქვაღორღითა და ორმოებით გაივსო, სულ რამდენიმე ნაბიჯზე დგას ჯერ კიდევ ხალხით სავსე ქოხები, რომლებიც ჯერ არ აუღიათ. 2019 წლიდან ოცნების ქალაქის დასახლებაში ხელისუფლებამ ეტაპობრივად დაიწყო კორპუსების მშენებლობა. უკვე აშენებული 3 კორპუსის გვერდით, სადაც ოცნების ქალაქის ბინადართა ნაწილი უკვე შესახლდა, ისევ განახლდა ახალი კორპუსების მშენებლობის დასაწყებად ტერიტორიის გამწმენდი სამუშაოები. სწორედ ამ მიზნით დაიწყო აქ დემონტაჟის ახალი ეტაპი. ოცნების ქალაქის მცხოვრებლები გვიყვებიან, რომ დემონტაჟი მიმდინარეობდა ღია სივრცეში, რომელიც არავითარი გამყოფილობით არ იყო გამიჯნული იმ ქოხებისგან, რომლებშიც ადამიანები დღემდე აგრძელებენ ცხოვრებას და რომლებშიც ეს ბავშვებიც ცხოვრობდნენ. ამ ქოხების გრძელი რიგებიდან, რომელიც ესაზღვრება ნასახლარების გადათხრილ მიწას, მოჩანს აფრიალებული სარეცხი, გასული ზამთრიდან შემორჩენილი ეზოებში დახვავებული შეშა, დარბიან ბავშვები, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ ოჯახები ჩვეულებრივ აგრძელებენ ცხოვრებას. 13 წელი ელოდებიან ისინი ამ ქოხებიდან დაპირებულ კორპუსებში გადასვლას. მაღალმთიანი აჭარიდან მეწყერს, დიდთოვლობას და სხვა სტიქიას გამოქცეული ოჯახები რუსეთის ყოფილი ბაზების ტერიტორიაზე 2012 წლიდან დასახლდნენ. ნაწილი რუსეთის 25 ბატალიონის ტერიტორიაზე, ნაწილი კი აქედან ცოტა მოშორებით ყოფილი 53 ბატალიონის ტერიტორიაზე. მაღალმთიანი აჭარიდან მასობრივი ჩამოსახლება მიგრანტებმა 2012 წლის არჩევნებს დაამტყვიეს, რაც სწორად გათვლილი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ახალ ხელისუფლებას არ გაემეორებინა წინა ხელისუფლების მიერ ამ ხალხის მიმართ გამოვლენილი სასტიკი მოპყრობა, რაც მათ განდევნაში, აყრასა და ღია ცის ქვეშ დატოვებაში გამოიხატებოდა. დროთა განმავლობაში ეკომიგრანტებს შეუერთდნენ მრავალშვილიანი ოჯახების განაყარები, შეშმო პირები, უსახლკაროები. ყველა, ვისაც არ ჰქონდა სახლი და არც არავინ სრუნავდა უსახლკარობიდან მათ დასახსნელად. თავიდან სახლებს მუყაოსგან და ცელოფნებისგან კრავდნენ. პატარა ქოხის ჩადგმაც კი, თუნდაც საცხოვრებლად არ გამოეყენებინათ, უკვე ნიშნავდა იმედს, რომ თუ აქ ოდესმე ააშენებდა სახელმწიფო სახლებს, ბინებს ისინიც მიიღებდნენ, ვინც აქ რეალურად არ ცხოვრობდნენ. ასე ფართოვდებოდა დასახლება წლიდან წლამდე. 2024 წლის აღწერით, ეგრეთ წოდებულ ოცნების ქალაქში 1700-ზე მეტი ოჯახი აღირიცხა. ფაქტია, რომ სახელმწიფო უწყებები, ადამიანის უფლებათა დამცველი ყველა სამთავრებო თუ არასამთავრებო სტრუქტურა თან ხვდებოდა და ეგუებოდა იმას, რომ საქართველოს ათასობით მოქალაქეს დარღვეული ჰქონდა ღირსეული ცხოვრების უფლება. ისინი ყველას თვალწინ ცხოვრობდნენ ტალახსა და წვიმის წყლით სავსე თხრილებზე. მათი ბავშვების თაობები იზრდებოდნენ მუყაოს კედლებში, სტიქიურად შექმნილ კანალიზაციის ორმოებთან. მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ გაუმართავი ელექტროგადამცემი ხაზების გამო ეღუპებოდათ საქონელი და ეწვათ 40-მდე ქოხი. მოქალაქეების ამ პირობებში ცხოვრებაზე ხელისუფლებისგან თვალის დახუჭვა ქალაქში ბანაკის ტიპის დასახლების დაშვება საპასუხო ვალდებულებას აჩენდა ამ დასახლების მხრიდან ხელისუფლების მიმართ, რაც ცხადია არჩევნების შედეგებზეც აისახებოდა.
ეს მასე არა, ახლა ჩვენ ხომ არ დაუძელები მე ჩამოდი და იცხოვრე ახლა სოფლებში უარესი მდგომარეობაა, მაგრამ ხო სახელმწიფო შენდება ხოლმე, ნელა გაკეთდება, რა ვიცი. ჩვენ უნდა ხვდებოდეთ ახლა ადამიანები ვარ, ყველაფერს რაღაცა ფეხსტანეკი და ამთორები დედაათო მასე არ შეიძლება. იმ თავრობას აკეთებს და პატარა ჩვენ თავზე ჩვენ უნდა ვიზრუნოთ. მე ასე ვარ დარწმუნებული ნამდვილად და მგონი რა ვიცი. უკეთესი იქნება, კარგი იქნება, მაგრამ ეს უკეთესება ყოველთვის ერთ დღეზე არ ხდება. ეს აკეთებს სახელმწიფო. გადაცემა გამომძიებელი რეპორტიორის გადამღებ ჯგუფს, რომელიც ბავშვების ტრაგედიის შემდეგ ჩავიდა ოცნების ქალაქში ტრაგედიის მიზეზების გამოსაკვლევად, სწორედ ოცნების ქალაქის ორგანიზებული ჯგუფის წევრები გადაუდგნენ წინ და ითხოვდნენ გადაღების შეწყვეტას. ისინი წინააღმდეგი იყვნენ დასმულიყო კრიტიკული კითხვები იმ ხელისუფლების მიმართ, რომელიც მათი თქმით ზრუნავდა მათი საცხოვრებელი პირობების გამოსასწორებლად. ჩვენ მხოლოდ პოლიციის გამოძახების შემდეგ შევძელით გადაღების გაგრძელება და კანონით მონიჭებული უფლების ფარგლებში ჟურნალისტური საქმიანობის შესრულება. ამ ტერიტორიაზე ჟურნალისტების შესვლას მკაცრად აკონტროლებს აქ შექმნილი ორგანიზაცია ოცნების ქალაქი, რომლის წევრებიც ხელს გვიშლიდნენ მუშაობაში. ორგანიზაცია ოცნების ქალაქი 2016 წლიდან რეგისტრირებულია როგორც არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი. ორგანიზაციას ქმედების სფეროდ გამოცხადებული აქვს ამ დასახლებაში მოსახლეობის ინტერესების დაცვა. რაც ამ პირობებში მცხოვრები ადამიანებისთვის უპირველესად სოციალური, საცხოვრებელი პირობების და იქ არსებული საფრთხეების კონტროლს უნდა მოიაზრებდეს. პირველი კონფლიქტის შემდეგ ჩვენ შევხვდით ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეს და კომისიის წევრებს, რომლებსაც ვკითხეთ რა რეაქცია ჰქონდათ იმაზე, რომ დემონტაჟის სამუშაოების დროს, რომელიც მათი ქოხების კართან მიმდინარეობდა, არ იყო დაცული უსაფრთხოების ნორმები. აგრეთვე ვკითხეთ, ჰქონდათ თუ არა ინფორმაცია, რომ მათ თვალწინ ასობით ბავშვის საცხოვრებელი ქოხების გვერდით, წყლით სავსე, თავღია ჭაიყო დატოვებული ქოხების დემონტაჟის შემდეგ საკმაო ხნის განმავლობაში ყოველგვარი დამცავი ან მიმანიშნებელი საშუალებების გარეშე და წარმოადგენს თუ არა მათ მოვალეობას, რომ სცოდნოდათ ეს და ეცნობებინათ შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისთვის, რომლებმაც თავის მხრივ საკუთარი მოვალეობის ფარგლებში ვერ აღმოაჩინეს და ვერ აღკვეთეს ასეთი სასიკვდილო საფრთხე ადამიანებით დასახლებულ ტერიტორიაზე. ადამიანურად რაღაც დანაშაულად ვიგზენით თავი. მე ამას არ უარყოფ, მაგრამ ის რომ ეხლა ვიღაცამ სინკარი ჩაფშნა და ის ორმოს ყოფნა არ ყოფნა ნამდვილად რომ არ ვიცოდი ამაში იმ ღამეს გავიგე რაც მართალი ღმერთი მისმეს. ერთადერთი იმ სამეზობლოს შეეძლო ერთი ზარი რომ დაერეკათ რომ მარინა ეს ორმო ღიად არის, იმიტომ რომ მე სადაც ორმოები თუ ესეთი რაღაც არის მირეკავენ კომისიის წევრებიდან ერთი ქალბატონი მაია ცხოვრობს. ალბათ ვერ შეამჩნია. აღმოჩნდა, რომ ორგანიზაცია ოცნების ქალაქის კომისიის წევრებიდან სწორედ ის წევრი ცხოვრობს ტრაგედიის ადგილიდან სულ ახლოს, რომელიც ჩვენს გადამღებ ჯგუფს ესხმოდა თავს. ანუ კომისიას შეუძლია შეამჩნიოს მისთვის არასასურველი ჟურნალისტების მოახლოებაც კი მათ დასახლებასთან, მაგრამ თითქმის საკუთარ კართან არსებული ასეთი კანონდარღვევა და საფრთხე ვერ შენიშნოს. თუმცა რა პასუხისმგებლობა უნდა დააკისრო კომისიას, როდესაც არც ერთ სახელმწიფო უწყებას, რომელსაც კანონით ევალება ასეთი საფრთხეების აღმოჩენა, კონტროლი და აღკვეთა, კანონსა და უკანონობას შორის ჩარჩენილ ამ დასახლებაში არაფერი აღმოუჩენიათ. არც მაშინ, როცა ისე ჩაბარდა მოსახლეობას ეს ახლა დაშენებული კორპუსები, რომ მათ გარშემო სივრცე, უბეებით, თხრილებით, გაუმართავი კანალიზაციის გამო ხელახლა გადათხრილი ადგილებით, ორმოებით და წყლით დატბორილი დატოვეს. და დღემდე ასეა და არც იქამდე, როცა თაობები იზრდებოდნენ ასეთ რისკის შემცველ პირობებში. ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექცია, ყოფილი ზედამხედველობის სამსახური, შრომის ინსპექციის სამსახური, რომელსაც აჭარაში ჰყავს წარმომადგენლობა, აჭარის მთავრობიდან ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, რომლის ბალანსზეც ირიცხება ეს ტერიტორია და ამ სამინისტროში მოქმედი ზედამხედველობის სტრუქტურა. ეს არის იმ სახელისუფლებო უწყებების ჩამონათვალი, რომელთაც კანონი პირდაპირ ავალდებულებს ადამიანები დაიცვან მსგავსი საფრთხეებისგან, მათ საცხოვრებელ გარემოში, ან ამ გარემოს ახლო მიმდინარე სამუშაოების პროცესში. მუნიციპალური ინსპექციის დანიშნულება და კომპეტენციაც ეგაა, რომ ნახოს თუ რაიმე არის იქ საშიშროება და უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს მთლიანად იცის ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურებმა, კერძოდ არქიტექტურის სამსახურმა და მუნიციპალურმა ინსპექციამ. რაზე გასცეს დემონტაჟის ნებართვა, როდის უნდა შეესრულებინათ უსაფრთხოების ღობე, რა კოორდინატებში უნდა მოწყობილიყო
და არის თუ არა ეს მოწყობილი და თუ მაგალითად ის ორმო არსებობდა დემონტაჟის პროცესის დაწყებამდეც რა საკონსერვაციო სამუშაოები იყო ჩასატარებელი ეს ამაზე ზედამხედველობა და კონტროლი მუნიციპალური ინსპექციის სამსახურს უნდა გაეწია. პერიმეტრი უნდა იყოს დაცული ნებისმიერი უცხო პირების, მესამე პირების საგან, რომ ობიექტზე არ მოხდეს მესამე პირების შესვლა. იმიტომ რომ ნახეთ უსაფრთხოების ზომები ითვალისწინებს იმას, რომ არ მოხდეს რაიმე ფატალური შედეგის დადგომა. რას აკეთებდა და რა გააკეთა ამ შემთხვევაში ზედამხედველობის სამსახურმა, ხო? ზედამხედველობის სამსახური არის ის სამსახური X მუნიციპალური ინსპექცია თუ ზედამხედველობის რა ქვია, მაგას ახლა ზუსტად მაგაზე ვერ დავიწყებ, ხო? აი მას ეს უნდა განეხორციელებინა, შემოწმება უნდა განეხორციელებინა, ისედაც ზედამხედველობის სამსახური ხომ დადის უბნებში, სადმე ზედმეტი რაღაცა მშენებლობა არ მიდიოდეს, ან რაღაცა უკანონოდ აშენებული არ იყოს, უკანონოდ რამე დადგმული არ იყოს. რა გამორჩა ეს ადგილი? რატო გამორჩა ეს ადგილი? ახალი корпуსი, სადაც აშენდა და იქ პირველ ეტაპზე შეასახლეს ადამიანები, იქ საკანალიზაციო სისტემა არის გაუმართავი, რის შედეგადაც საკანალიზაციო ჭებიდან ამოდის ფეკალური მასები და დღესაც ვნახეთ, რომ მიმდებარე ტერიტორია გუბეების ალყაში არის, ასე ვთქვათ. ამას მე ვაშუქებდი, როდესაც ეს გავაშუქე, პირველადი რეაქცია ხელისუფლების იყო ის, რომ გათხარეს ორმოები მოწესრიგების მიზნით საკანალიზაციო სისტემის. თუმცა მალევე მიეტოვეს ეს ორმოები და ღია მდგომარეობაში დატოვეს და შემდგომ ეს წყლით აივსო. იქ ადგილობრივი ჩემთან საუბარში ყვებოდა, მე ამბავს ვაშუქებდი, რომ ძალიან დიდი რისკი იყო იმისა, რომ ბავშვები ჩაცვენილი იყვნენ და დამხრჯვალიყვნენ. აქალი ნებისმიერი ამიდან ფეხი რო დაუსურდეს, ხომ შეიძლება რომ დეიხსოს ნებისმიერი ქალი, კაცი, ბავშვი. უბრალოდ დააკვირდით რა ამბავია. წყალი რო გასულიყო, ხო ორმოები ამოიღეს და ორმოს ამოღებით თუ ეს კანალიზაცია აქ უნდა იდგეს, მე არ ვიცი. ამდენ ხალხს ვერავინ ვერ გააჩერს, არის ანტისანიტარია. აი ნახეთ რა სიტუაციაშია ხალხი. კარ ფანჯარას ვერ წყალი შეიძლება იყოს, მაგრამ კანალიზაცია ხალხო, აი რა სიტუაცია დააკვირდით აქაურებად. მართლაც სახელმწიფო უწყებების უპასუხისმგებლობას კიდევ უფრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ ტრაგედიამდე თვეების განმავლობაში ვრცელდებოდა ადგილობრივი მედიებით ამ დასახლებაში შექმნილი რისკებით შეშფოთებული მოსახლეობის მიმართვები. სწორედ მათ, ადგილობრივი მუნიციპალური ხელისუფლებისა თუ მთავრობის მიმართ, ადამიანის უფლებათა დამცველების, მათ შორის სახალხო დამცველის მიმართ, რომელთა დროულ რეაგირებას შესაძლოა ეხსნა ამ ბავშვების სიცოცხლე. რატომ არ მოახდინეს ამ საგანგაშო სიგნალზე სახელმწიფო უწყებებმა რეაგირება ჩვენთვის გაუგებარი დარჩა, რადგან არც ერთმა პასუხისმგებელმა უწყებამ არ უპასუხა ჩვენს კითხვებს. რაც შეეხება სახალხო დამცველს, მან გითხრა, რომ ასეთი შეტყობინებით მათი სამსახურისთვის არავის მიუმართავს, ხოლო რეგიონული მედიებით გავრცელებულ ინფორმაციაზე პასუხისმგებლობას იხსნიან, რადგან მათი ოფისი ვერ წვდება ყველა მედიით გავრცელებული ინფორმაციის მონიტორინგს. უამრავი სივრცეა, უამრავი ადამიანია თვითონ აქვეყნებს ვიდეოს და ჩვენ ყველაფერს მედია მონიტორინგი როგორც ესეთი სახალხო დამცველი არ ახდენს ყველა სოციალურ ქსელის მონიტორინგს მედიაში, ხო? რაც საჯაროდ ხდება გავრცელება, ამაზე ვიწყებთ ამ საკითხის მოკვლევას, არის საკითხები, რომელიც რა თქმა უნდა ჩვენი ყურადღების მიღებას დარჩება და ზოგადად იმდენი მშენებლობა და იმდენი ჭაარი ახდილი, რომ ეხლა ჩვენ ამაზე ფიზიკურად ამას ჯერთ ეს არ არის ჩვენი მანდატის ნაწილი, რომ სამშენებლო ობიექტებზე არსებული მდგომარეობა შევისწავლოთ, ხო? ჩვენი მანდატის ნაწილი არის სამშენებლო ობიექტებზე არსებული მდგომარეობა, თუ ადამიანებს უქმნის საფრთხეს, ამ შემთხვევაში თუ დაინტერესებული პირი მოგვმართავს, ეს საკითხი შევისწავლოთ და მივმართოთ მუნიციპალიტეტს, რომ ეს საფრთხე დროულად იქნას აღმოფხვრილი და შესაბამისად პასუხისმგებლმა პირებმა მიაქციონ ყურადღება. სახალხო დამცველის აპარატის ვალდებულება არის შესაბამისი რეაგირება ადამიანის უფლებათა დარღვევებზე. თუ ჩვენ აქ ვლაპარაკობთ, რომ უსაფრთხოების ნორმები დაირღვა, ეს არ უნდა გავიგოთ ჩვენ ვიწრო ჭრილში. უსაფრთხოების ნორმები ვის მიმართ დაირღვა, ხო? ჩვენ ვსაუბრობთ იმ მოქალაქეების მიმართ, რომელთაც გარანტირებული უნდა ჰქონდეთ უსაფრთხო საცხოვრებელი ადგილი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, აქ სახალხო დამცველის აპარატსაც აქვს დიდი მნიშვნელობა, რომ ყოველ შემთხვევაში თავისი მოსაზრება, რაღაცა წარადგინოს, რაღაცა მოიკულიოს, მაგრამ არის სამწუხაროდ მრავალი შემთხვევა, რომ ფაქტის წინაშე სანამ არ ვდგებით და ბევრ შემთხვევაში ფაქტის წინაშეც რო ვდგებით, რეაგირება არის ნული. სამწუხაროდ ძალიან შეიმცირეს მანდატი სახალხო დამცველმა. ოცნების ქალაქის შეშფოთებული მცხოვრებლების თხოვნებისა და მიმართვების გავრცელებიდან 3 თვეში ერთ-ერთ ჭაში მართლაც ჩაცვიდნენ ბავშვები.
თუმცა ამ უბედურების შემდეგაც კი ადგილობრივმა ხელისუფლებამ მხოლოდ ის ორ მოამოავსო მიწითა და ქვიშით, რომელშიც ტრაგედია მოხდა. დანარჩენი თხრილები და ტბორები კი მათ შორის ახლა დაშენებული კორპუსების გვერდით დღემდე ხელშეუხებელია, რაც ჩვენმა საგამოძიებო ჯგუფმაც გადაიღო. ბავშვები ვერც ჩამოდიან. არა, უპატრონოდ ვერ ჩამოხვალ ჩვენ შვილები. ჩვენ თვითონ მშობლები ჩამოვდივართ და კატაობენ თუ თამაშობენ, მშობლები ვახლებთ. იმიტომ რომ ბავშვმა არ იგიქნას არ და იმ წელს რამე არ იტკინოს. განგაში ავტეხე ჩავედი ბავშვებით თავით ჯანდაცვის სამინისტროში მე საშიშროებას წარმოადგენს. მე შვილები მყავს ეგ შვილს ერთი დედა ვერ მოულის. მე ვერ ვხედავ და ეს მარტო ჩემშვილებს კი ყველა შვილებს და მის მერე ღამეებია აღარ ვძინავ. მაგრამ არც ერთმა სახელმწიფო და უფლებადაცვითმა სტრუქტურამ არ შეასრულა თავისი პოზიტიური ვალდებულება. მოსახლეობის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, რასაც ცალსახად ავალდებულებს არაერთი კანონი. მათ შორის არის საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 მაისის დადგენილება, ნომერი 361, რომელიც მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკურ რეგლამენტს ამტკიცებს. ამ დადგენილების მეორე მუხლის მთელი რიგი პუნქტებით განსაზღვრულია, რომ სამშენებლო პროცესში, რასაც დემონტაჟიც მიეკუთვნება, აუცილებლად უნდა იყოს შემოღობილი სადემონტაჟო შენობა ნაგებობების ტერიტორია. ჭები, თხრილები, ნათხარი გრუნტები ან ხუფებითა და ფარებით უნდა იყოს დახურული, ან უნდა იყოს შემოღობილი. ღამის საათებში კი სამშენებლო მოედნის შესასვლელ-გასასვლელები სათანადოდ უნდა იყოს განათებული. გარდა ამისა, ბათუმის მუნიციპალური ინსპექციას კანონი ავალდებულებს ბათუმის ტერიტორიაზე სხვა სფეროებთან ერთად მშენებლობის კონტროლის განხორციელებას, რაც ნიშნავს სამშენებლო სამუშაოების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას. ყველა იმ ფუნქციის შესრულებას, რომლებიც მის წინამორბედ ზედამხედველობის სამსახურს ჰქონდა. კერძოდ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროებში დადგენილი წესების დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელებას, დარღვევათა გამოვლენას და მათზე რეაგირებას, მშენებლობის ინსპექტირებას. კიდევ ერთი კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი განსაზღვრავს მთელ რიგ ნორმებს, რომელთა შესრულების კონტროლი არის გარანტია უსაფრთხოების დასაცავად და ყველა დამსაქმებელს ევალება მისი დაცვა. კანონით შრომის ინსპექციის შესახებ კი დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შექმნილია სპეციალური სამსახური შრომის ინსპექციის სახით, რომელსაც წარმომადგენლობა ჰყავს აჭარაში. მას ევალება სამუშაოთა შესრულების პროცესების ინსპექტირება და დარღვევების აღმოჩენა. ყველა პასუხისმგებელმა სტრუქტურამ ჩვენთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა. არ მოგვაწოდეს დარღვევის ფაქტების ან მიმდინარე დემონტაჟის პროცესზე კონტროლის ამსახველი არავითარი დოკუმენტაცია. თუმცა თავადოცნების ქალაქში მცხოვრებთა მონათხრობით დგინდება, რომ დემონტაჟის დროს ტერიტორია არ იყო შემოღობილი, რასაც ადასტურებს ამ პერიოდისთვის გადაღებული ყველა ვიდეო მასალა. ტრაგედიიდან რამდენიმე კვირის შემდეგ სამშენებლო სამუშაოების დაწყების ნიშნად დემონტაჟის არეალის მხოლოდ ნაწილი შემოღობეს ისე, რომ ადგილი, სადაც ტრაგედია მოხდა, უსაფრთხოების ღობის გარეთ დატოვეს. ერთი შეხედვით შეიძლება შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ ეს გააკეთეს იმის საჩვენებლად, რომ ეს ადგილი არ არის სამშენებლო სივრცის ნაწილი. მაშ რატომ დაანგრიეს სახლები იმაზე მეტ ტერიტორიაზე, ვიდრე სამშენებლოდ იყო გათვლილი? ან რატომ არ იყო გამოყენებული უსაფრთხოების ღობე დემონტაჟის წარმოების სივრცის ჩასაკეთად? კანონი ხომ სადემონტაჟო სივრცის შემოღობასაც ითხოვს. რატომ იყო დარღვეული კანონის ეს მოთხოვნა? რატომ ხდებოდა სახლების ნგრევა პირდაპირ ცოცხალი ადამიანების სახლების პარმაღებზე? მაკონტროლებელი ორგანოების მიერ სად, რომელ დოკუმენტში აისახა ასეთი დარღვევით მიმდინარე დემონტაჟის თუნდაც ერთი ფაქტი? ასეთი ფაქტები არ ასახულა, ასეთი დოკუმენტი არ შექმნილა. დემონტაჟის და ნანგრევების გატანის სამუშაოები ისე აქვს ჩაბარებული ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას, რომ არც ერთი ასეთი დარღვევა არ დაუფიქსირებია. აქ არის უკვე სახელმწიფოს პირდაპირ პოზიტიური ვალდებულება. როდესაც სახელმწიფო გასცემს ნებართვას, მშენებლობა იქნება, სკვერის მოწყობა იქნება თუ რაღაცა სამშენებლო ობიექტზე, უნდა მიაქციოს ყურადღება, რამდენად სრულდება. აქ არ არის ყურადღების მიქცემა, ის ვადაში ჩამბარდება თუ არა. რამდენად არის დაცული უსაფრთხოების ნორმები, რამდენად სრულდება ყველა საჭირო პირობები, სანამ სახელმწიფო ჩაიბარებს აღნიშნულ ობიექტს. ყველას წარმოგვიდგენია დემონტაჟი როგორ ხდება. თუ ნუქს რო ჩამოვაგდებ მე, თუნდაც ბარაკის ტიპის ერთსართულიანი სახლიდან და იქ ვიღაცამ გაიარა, ხო შეიძლება ფატალური შედეგი დადგეს. უსაფრთხოების ღობის გარეშე, როგორ შეიძლება უსაფრთხოების ღობის გარეშე, როგორ შეიძლება დემონტაჟის სამუშაოების განხორციელება. კონკრეტული ერთი შენობის დემონტაჟზე დგება ერთი შენობის დემონტაჟის ორგანიზაციის პროექტი.
ბათუმის მერიამ არ მოგვაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომელმა კომპანიამ აწარმოა სადემონტაჟო სამუშაოები ოცნების ქალაქში. ინფორმაცია ასეთ კომპანიაზე დღემდე არ ვრცელდება. სახელმწიფო უწყებების მხრიდან ამ კომპანიის გასაიდუმლოებას შედეგად მოჰყვა ის, რომ მიმდინარე პროცესში დაშვებული დარღვევები მთლიანად მიეწერა სამშენებლო კომპანია ANAX, რომელიც მომხდარ ტრაგედიამდე სულ რამდენიმე დღით ადრე იყო შესული ამ ტერიტორიაზე. კერძოდ, ტენდერის მასალების მიხედვით, ANAG 5 თებერვლიდან შეუდგა აჭარის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების შესრულებას, რომლის განხორციელების ვადა 36 თვე, ანუ 3 წელიწადია. პირველი ეტაპი კი, რომელშიც სამშენებლო მოედნის მოწყობა შედის, 1 თვის ვადაში უნდა განეხორციელებინა, ანუ 5 თებერვლიდან 5 მარტამდე. ტრაგედია 15 თებერვალს მოხდა. ANAG-ის გენერალური დირექტორი გვეუბნება, რომ მას ჰქონდა წინ 1 თვე სამშენებლო მოედნის მოსამზადებლად, რაც 15 თებერვალს არ იყო გასული. პირველ რიგში იქიდან გამომდინარე, რომ ტრაგედიის ადგილი და სამშენებლო ლოკაცია ერთმანეთთან არანაირი კავშირში არ არის, ეს იმ სამშენებლო ობიექტს არ მოიცავს, იმ სამშენებლო ტერიტორიის მიღმა. ანუ იმ სამშენებლო ტერიტორიის არეალში, ვინაიდან დიდი სამშენებლო პროექტია, უამრავი წერტილი არის, სადაც შეიძლება რაღაცა მოხდეს, თუმცა ეს არ იყოს სამშენებლო ობიექტი. ესეც რომ იყოს, ეს ადგილი, სადაც უბედურ შემთხვევას ჰქონდა ადგილი, საპროექტო დოკუმენტაციით და დაგეგმილი სამშენებლო პროექტის მიხედვით არ წარმოადგენს სამშენებლო ობიექტს. სამშენებლო ობიექტის მიღმა ტერიტორიაა. კომპანია ANAG კატეგორიულად უარყოფს, რომ ტრაგიკული შემთხვევა მოხდა მისი სამშენებლო მოედნის წითელი ხაზების შიგნით, რაც იმას ნიშნავს, რომ ANAG-ს თუნდაც ხელშეკრულების გაფორმების დღესაც რომ შემოეღობა სამშენებლო მოედანი, თავღიაჭა მაინც ღობის მიღმა აღმოჩნდებოდა და უბედური შემთხვევა მაინც მოხდებოდა. ANAG-ის მიერ დასახელებული არგუმენტების გადამოწმება გამომძიებელმა რეპორტიორმა დამოუკიდებელი ტოპოგრაფისტების და გეოდეზისტების დახმარებით სცადა. ჩვენ გადავწყვიტეთ ტენდერის მასალების მიხედვით წარმოდგენილი სამშენებლო მოედნის კოორდინატები შეგვედარებინა ტრაგედიის ადგილას აღებული კოორდინატებისთვის, რათა გაგვერკვია მოხდებოდა თუ არა ეს კოორდინატები სამშენებლო მოედნის ოფიციალურ საზღვრებში. ამ მიზნით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ითანამშრომლა გეოდეზისტთა ჯგუფთან, რომლის წევრებმა ჩვენი თანდასწრებით და მითითებით საბედისწერო ჭის მიმდებარე პერიმეტრზე 12 წერტილის კოორდინატები ჩაწერეს GPS-ის საშუალებით. შემდეგ სპეციალისტებმა აღებული წერტილების კოორდინატები შეადარეს არქიტექტურულ პროექტში მოცემულ სამშენებლო მოედნის კოორდინატებთან. ჩვენ მიერ აღებული ყველა წერტილი სამშენებლო მოედნის საზღვრებს გარეთ აღმოჩნდა. იმ არქიტექტურული ნახაზის მიხედვით, რომელიც საპროექტო დოკუმენტებშია, ტრაგედიის ადგილი ANAG-ის სამშენებლო მოედანზე არ მოხდა. სამშენებლო კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხი ჩვენი კვლევით ვერ დადასტურდა. სამშენებლო კომპანიის გამორიცხვის შემდეგ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა დემონტაჟის მწარმოებელი კომპანიის ვინაობის დადგენა, რომლის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია დღემდე მკაცრად ასაიდუმლოებს. როგორ აწარმოებდა ეს კომპანია ნგრევას და დემონტაჟს ისე, რომ არ ჰქონდა დაცული უსაფრთხოების ნორმები? რატომ არ რეაგირებდა მუნიციპალური ინსპექცია ამაზე? და საბოლოოდ, როგორ ჩაიბარა ასეთი დარღვევებით შესრულებული სამუშაო? სანამ ANAG ტენდერს მოიგებდა, მანამდე აქ მოხდა, უпростоრად მანამდე სხვა ტენდერი ჩატარდა, გამოცხადდა ტენდერი დემონტაჟზე. ჩემთვის დღემდე უცნობია, რომელმა კომპანიამ განახორციელა ეს. და იმ ადგილას, სადაც ახლა ANAG-ს აქვს შემოღობილი, მანამდე მიმდინარეობდა დემონტაჟი. დემონტაჟის შემდეგ, რა თქმა უნდა, ტერიტორიის მომზადება, გასწორება, მაგრამ ამას ახორციელებდა უკვე სხვა კომპანია და არა ANAG, ხო? ამიტომ ვინც დემონტაჟი, ხო? და აქ იყო სპეციალური ტექნიკა მოსული, მე მაქვს ნანახი, კაცო, ტექნიკა იყო მოსული, ტრაქტორები და ასევე ის ძიმეწონიანი ტექნიკა, რომელიც ასწორებდა ტერიტორიას. სპეციალური ტექნიკა, ძიმე ტექნიკა იყო და როგორ დარჩა შეუმჩნეველი ის ადგილი და რატო დატოვეს, იმიტომ რომ უამრავი ორმო ამოავსეს, ხო, იმ დღეს და რატო დარჩა ის. ჩვენი გადამღები ჯგუფი თითქმის 2 თვის განმავლობაში ცდილობდა ბათუმის მერიიდან და ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან დემონტაჟის განმახორციელებელი კომპანიის შესახებ ინფორმაციის მიღებას, რასაც ვერ მივაღწიეთ ვერც დისტანციურად და ვერც ბათუმში ჩასვლის შემდეგ. აჭარის მთავრობამ კარი მიიხურა. ჩვენს ზარებს მათი წარმომადგენლები დღემდე არ პასუხობენ.
ბათუმის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მაია შავაძემ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი გადამღები ჯგუფი შეხვედროდა მერიის პასუხისმგებელ პირებს. ქალბატონი მაია გვეუბნებოდა, რომ მისი უწყება, როგორც ჩათვლის საჭიროდ, ისე მოიქცევა. ბათუმში ჩვენი 2 მივლინების განმავლობაში ის ერთსა და იმავეს გვეუბნებოდა. ბოლოს კი საერთოდ აღარ პასუხობდა ჩვენს ზარებს. დღემდე არ მიგვიღია პასუხები ჩვენს წერილობით შეკითხვებსაც. მივიღეთ ერთადერთი რამდენიმე სტრიქონიანი წერილი ბათუმის მუნიციპალური ინსპექციიდან, რომელშიც ინსპექცია გვატყობინებს, რომ უარს გვეუბნება პასუხის გაცემაზე გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით. გამომძიებელმა რეპორტიორმა ინფორმაციის მოძიება დემონტაჟის შემსრულებელი კომპანიის შესახებ ალტერნატიული გზებით სცადა. მერიის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ტენდერის სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით კერძოდ უსახური და უნებართვო შენობა ნაგებობების დემონტაჟის საწარმოებლად 2024-25 წლების განმავლობაში მოგებული აქვს სულ 2 კომპანიას. 2024 წლის აპრილში შეპს თატა 2020, 8 თვით, 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ამავე წლის სექტემბერში კი ტენდერში გაიმარჯვა კომპანია სესის დასუფთავებამ, რომელიც რეგისტრირებულია ქალაქ თბილისში. ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ ამ უკანასკნელთან ხელშეკრულება გააფორმა სულ 4 თვით, 2025 წლის 31 იანვრის ჩათვლით. ტრაგედია ოცნების ქალაქში მოხდა 15 თებერვალს, რომლის წინა პერიოდში დემონტაჟისა და დასუფთავების სამუშაოებს ასრულებდა ეს 2 კომპანია. როგორც აღმოჩნდა, ტრაგედიის ადგილასაც ორივე კომპანია მიმუშავა. თატას წარმომადგენლებმა ჩვენთან შეხვედრისას დაადასტურეს, რომ მათ მართლაც დაანგრიეს ტრაგედიის ადგილას მდებარე რამდენიმე სახლი. თუმცა ყველა არა. საქმე ის არის, რომ მათ მუნიციპალურმა ინსპექციამ ვადის გასვლამდე შეუწყვიტა ხელშეკრულება თანხის ამოწურვის გამო და დარჩენილი სამუშაოებისთვის გამოაცხადა ახალი ტენდერი. ასე შემოვიდა თატას შემდეგ ამავე ტერიტორიაზე სესის დასუფთავება, რომელმაც დასანგრევად დაგეგმილი სახლების დემონტაჟის გარდა თატას მიერ დანგრეული სახლების ნარჩენებიც გაიტანა. კონკრეტულად რომელმა კომპანიამ დაარღვია უსაფრთხოების ნორმები დემონტაჟის ან გამწმენდის სამუშაოების შესრულების დროს ჩვენთვის ბოლომდე გაურკვეველი რჩება. თუმცა ამის გარკვევა სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს საგამოძიებო ორგანოებისთვის. საგულისხმოა ის, რომ თატას 2024 წლის აგვისტოდან ოცნების ქალაქში აღარ უმუშავია. შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დემონტაჟის შემდეგ ჭის უთავსახუროდ დატოვება მის პასუხისმგებლობას უკავშირდებოდეს, რადგან მას რომ დაეტოვებინა ჭა თავღია, ტრაგედია უფრო ადრე მოხდებოდა. იმ კომპანიამ კი, რომელიც ტრაგედიამდე 2 კვირით ადრე ჯერ კიდევ მუშაობდა ამ ტერიტორიაზე, ჩვენთან შეხვედრაზე უარი განაცხადა. თუმცა მოკლე სატელეფონო საუბრის დროს კომპანიის დირექტორმა გვითხრა, რომ როცა ტრაგედია მოხდა, მის კომპანიას უკვე დამთავრებული ჰქონდა დემონტაჟი და გამოსული იყო ტერიტორიიდან. კითხვაზე, რატომ არ ჰქონდა შემოღობილი დემონტაჟის პროცესში სამუშაოს სივრცე, ღობით, რომელიც სპეციალისტთა თქმით, მინიმუმ იქამდე უნდა დარჩენილიყო სანამ არ შევიდოდა სამშენებლო კომპანია, ბატონმა თორნიკე ცოფურაშვილმა არ გვიპასუხა. არ გვიპასუხა აგრეთვე, რატომ არ იყო ფარებითა და სხვა საშუალებებით დახურული მისი კომპანიის მიერ ჩატარებული დემონტაჟის შემდეგ დარჩენილი ჭები. მან მხოლოდ ის გვიპასუხა, რომ ტყუილად ვედავებით, რადგან ბათუმის მერიას ჩაბარებული აქვს მისი სამუშაოები და ხარვეზი არ დაუფიქსირებია. მართლაც სესის დასუფთავებასა და ბათუმის მიერ მუნიციპალურ ინსპექციას შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით დგინდება, რომ პირველი, შემოღობის სამუშაოებში მერიას საფასური არ გადაუხდია, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი სამუშაო არ შესრულებულა. და მეორე, მერიამ სესის დასუფთავებას მაინც აუნაზღაურა შესრულებული სამუშაო, რაც ნიშნავს იმას, რომ მან ეს ობიექტი ჩაიბარა. ექსპერტთა აზრით, მთავარი პრობლემა სახელმწიფო შესყიდვის არასწორად წარმართვაა, კანონის მოთხოვნებიდან გადახვევა და შესყიდვის მთელი პროცესის გაბუნდოვანება. როცა სახელმწიფო უწყებამ ისე გამოაცხადა ტენდერი, რომ კონკრეტული დავალება, დემონტაჟის განხორციელების კონკრეტული მისამართი და კონკრეტული ვადები არ ასახა პირობებში. ხელშეკრულება გაფორმდა რამდენიმე თვისვადით კონკრეტული ობიექტების მიუთითებლად. არც ერთი დოკუმენტი არ ასახავს რა მისამართებზე და რა ვადებში უნდა განხორციელებულიყო დემონტაჟი. იურისტების თქმით, ამან წარმოშვა ის ქაოსი, რომელშიც დღეს ვეღარ დგინდება, რომელმა კომპანიამ, რომელ ვადებში და რომელ მისამართზე იმუშავა დემონტაჟზე. თავარი დარღვევა, მოდი, თავი და თავი არის ის, რომ სახელმწიფო შესყიდვა არის არასწორად განხორციელებული. ხო? ანუ
აბსტრაქტული ხო არ შეიძლება იყოს სახელმწიფო შესყიდვა. თავიდანვე სახელმწიფო შესყიდვა რატო არის არასწორი? 5 სართულიანის დაშლას და 1 სართულიანი ბარაკის დაშლას ხო სხვადასხვა თანხა ჭირდება, ნახეთ? ანუ დემონტაჟის განმახორციელებელი კომპანია შევიდა აბსტრაქტულ გარიგებაში, ნახეთ? და სახელმწიფოც უშვებდა, რომ ეს აბსტრაქტული გარიგება დაედო, არ ვიცი ხა ამას არ ქვია სამართლებრივი კულტურის ფარგლებში დადებული გარიგება. და გეტყვით რატო? იმიტომ რომ გარიგების დროს მხარეებმა კონკრეტულად იციან და დაკონკრეტებულია რა უნდა შეასრულონ, ანუ ვის უფლებას, ვისი ვალდებულება რა პროპორციით შეესაბამება. ჩვენი გამოძიებით დადგინდა ტრაგედიის ადგილას უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებათა და კერძო კომპანიათა კონკრეტული წრე. ნებისმიერ შემთხვევაში სახეზეა სახელმწიფო უწყებების მიერ დაკისრებული ვალდებულების არასათანადო შესრულება ან საერთოდ შეუსრულებლობა, რასაც სათანადო კვალიფიკაცია საგამოძიებო ორგანოებმა უნდა მიანიჭონ. მომხდართან დაკავშირებული 2 სადემონტაჟო და 1 სამშენებლო კომპანიიდან, კერძოდ რომელი კომპანიის უშუალო პასუხისმგებლობა გამოიკვეთება, ესეც გამოძიებამ უნდა დაადგინოს. მით უფრო რომ ცნობილი და საჯაროდ გავრცელებულია კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ იმ დღეს ტრაგედიის ადგილას ტექნიკა მუშაობდა. ამ 3 კომპანიიდან ვისი იყო ეს ტექნიკა, ადვილი დასადგენია, თუ გამოძიება ამით დაინტერესდება. წლების განმავლობაში ოცნების ქოხებში მცხოვრებ ადამიანებს, რომლებიც გაძლებითა და მოთმინებით ელოდნენ ხელისუფლებისგან ამ თმენის პასუხს, დასაწყისიდან დღემდე ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დაუტოვეს. მათ დღემდე ისიც კი არ იციან, სამართლიანად ხდება თუ არა მათ საოცნებო კორპუსებში ბინების განაწილება, რადგან ამისთვის საჭირო კრიტერიუმები მათ უკითხავად შეიმუშავეს და არც შემდგომში გაუცნიათ ეს კრიტერიუმები ვინმესთვის. უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ საცხოვრისის განაწილების პრინციპების შემუშავება დასახლების მცხოვრებთაგან ფარულად ამ უკანასკნელთა უფლებების უხეში დარღვევაა, ისევ და ისევ სახელმწიფო უწყებების მხრიდან. პროცესი არ იყო გამჭვირვალე და მე ეს პრეტენზია დღესაც მაქვს და ყოველთვის ხშირად იმბავშვები ვაფიქსირებ. თავიდან ჩვენ მთავრობამ დაგვიძახა სახალხო დამცველის წარმომადგენლობა, წითელი ჯვარი, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, არასამთავრობოები და შემოგთავაზა მიიღებთ თუ არა მონაწილეობა სტატუსების განსაზღვრაში და განაწილებაში. ჩვენ რა თქმა უნდა, კი, ერთის ხდომის გარდა აღარ ჩატარებულა. ესე იგი, თავისი ინიციატივა უკან წაიღო მთავრობამ და დღემდე არავინ არ იცის, არც მე მათ შორის, მიუხედავად ამ კომისიის თავმჯდომარის მოადგილეობა შემომთავაზეს. არც მე ვიცი არაფერი, ვინ ჩაატარა, როგორ განიხილა, როგორ დაამტკიცა, როგორ გაანაწილა. ეს პროცესი იყო არა გამჭვირვალე და ადგილობრივ მოსახლეობასაც, რომლებმაც ვერ მიიღეს საცხოვრისები და რომლებიც აკმაყოფილებდნენ იმ 15 კრიტერიუმიდან ერთ-ერთს ან რამდენიმეს, გაუჩნდათ კითხვები და აქვთ პრეტენზიები სახელმწიფო უწყებების მხრიდან. მაშინ, როდესაც ეს ადამიანები წლების განმავლობაში ადგილზე ცხოვრობდნენ, მათ შორის 2012 წლიდანაც ცხოვრობდნენ, როდესაც ეს დასახლება პირველად გაჩნდა, არიან იგივე შიშულპირის მშობლები, არიან იგივე მარტოხელა ადამიანები, პენსიონერები, თუმცა მიუხედავად ამისა და მიუხედავად იმისა, რომ უკიდურეს სოციალურ მოწყობილობაში იმყოფებიან ეს ადამიანები, მათ რატომღაც არ გადაეცათ ბინა. და მათ უთხრეს, რომ 3-4 წელიწადი კიდევ უნდა მოიცადონ იმისთვის, რომ მეორე ეტაპზე მოხდეს მათი დაკმაყოფილება. თავის დროზე კრიტერიუმების შემუშავება ოცნების ქალაქის მცხოვრებთა ზურგს უკან გააპროტესტეს მაშინდელმა სახალხო დამცველმა და მისმა აპარატმა. ისინი მოითხოვდნენ ჩამკეტი კრიტერიუმების შეემუშავებინათ, რაც ნიშნავდა ისეთი კრიტერიუმების შექმნას, რომლებიც დააწესებდა სამართლიან ზღვარს ბინების განაწილების დროს. მაგალითად, ვინც ფორმალურად ირიცხებოდა დასახლების მცხოვრებად, რეალურად კი სხვაგან ცხოვრობდა, ის ახალაშენებულ კორპუსში ბინას ვერ მიიღებდა. მაგრამ ჩამკეტი კრიტერიუმების შესახებ ომბუდსმენის წინადადება კომისიამ არ გაითვალისწინა. რაზეც მაშინდელი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გაჩუმდა. ის გაჩუმდა მაშინაც, როცა მშენებლობის პროცესში აქ მცხოვრები ადამიანების უსაფრთხოების ნორმები ღიად ირღვეოდა. დღევანდელი სახალხო დამცველი ამბობს, რომ ის ვერ გვიპასუხებს თუ რატომ დაუმალეს კრიტერიუმები ოცნების ქალაქის მცხოვრებლებს, რადგან ის პასუხს არ აგებს იმ წლებზე. მაგრამ რომელ წლებზე? რომელ დარღვევებზე ან ვინ აგო პასუხი ამ ხალხის წინაშე? რა ხდება ამ მხრივ იქ ახალი? ოცნების ქალაქში ახალი დღესაც არაფერი ხდება.
მისი მცხოვრებლებისთვის ისევ ჩვეულებრივი ამბავია ის, რომ დემონტაჟის კომპანიამ პირდაპირ მათ სახლებზე შემოუღობა დაუცველ ტერიტორიაზე ანგრიოს ძველი ქოხები, თავი ადატოვოს ჭები და თხრილები, ახალი კორპუსების წინ ატალახებული და დაბინძურებული გარემო დატოვოს. ასეთი გზით შედიან უმძიმეს, ღირსების შემლახვალ პირობებში წლობით მცხოვრები ადამიანები ხელისუფლების მიერ ნაჩუქარ ახალ სინამდვილეში, რომლისთვისაც ამ დასახლებამ უმძიმესი მსხვერპლი გაიღო.